მოგით ძირფასი მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის პასენ და ნახოთ რჩევა. ნახოთ რჩევა. დღეს რჩევა. კლინიკური გარდაცვალება გქონდათ? ხომ, ძალიან მრავალმხრივი, მოდი ასე ვთქვათ, დატვირთვა აქვს ახლა აი ამ ჩემს კითხვას, ხო? ეს შეიძლება მართლა ვიღაცასთან იყოს, ნახეთ, პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ხდება ასეთი რაღაცას და რა ვიცი, ვინ აკვავს ახლა ასეთი აქ, მაგრამ შესაძლებელია ეს იყო თქვენი ცხოვრებისეული ეტაპი, რომელიც ესე რომ ვთქვათ, დასრულდა. ხო, რა თქმა უნდა, გადაიტანეთ და ახალი რწმენა. დღევანდელი რჩევა ზუსტად ის არის, რომ დღეს თქვენ უნდა მოგეცეთ ზუსტად ის შანსი ან რაღაც, ნახეთ, აზროვნება, იმედი, ახალი რწმენა, აი ზუსტად ესე რომ ვთქვათ, ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით. რაღაც ახალი დაიწყო თითქოს, აი გადასვლა შეიძლება ვინმესთან, ნუ სამსახურია, ცვლილება, სახლის, ბინის, აი გადასვლასთან, ხო, რაღაც ესე მოძრაობასთან დაკავშირებული შეიძლება საკითხი იყოს, მაგრამ ასევე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია თქვენი აზროვნების, ხო, რაღაცა, აი დავუშვათ ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ, შესაძლებელია, რომ თქვენი აზროვნება შეიცვალოს რაღაცა რადიკალურად, მაგრამ ეს არის ცვლილება წარმატებისკენ. აქ მე ვფიქრობ, რომ რაღაც შესაძლებელია ადამიანი გადავიდეს დასაქმების საკითხზე უფრო მეტად, ხო, სამსახურს დაუთმოს უფრო მეტი დრო, ან თვით დასაქმე, რაღაც, აი შეიძლება ვინც არ მუშაობს, მაშინ რაღაცას მაინც ხომ აკეთებს ადამიანი დღის განმავლობაში, თუნდაც სახლის რუტინა იყოს, ხო? აი ამ ყველაფერს დაუთმოს თითქოს ადამიანმა დრო ამ პოზიციაზე გადადის. კარგი, ნახოთ რჩევა რა არის, ეს ცვლილებები ძალიან კარგი არის და ეს იყო წინა სიტყვაობა, ასე რომ ვთქვათ. აღორძინების ეტაპი დაიწყო ჩემო კარგებო, აქ თუ კი დავუშვათ მართლა ესე ვთქვი კლინიკური სიკვდილი თქო და მოკლედ ვეღარ ვიმაშვები მაგებიდან სიტყვიდან, ხო, ვეღარ გადაუხვიე. ნახეთ, ეს ქაოსი, ეს შეჩერებული მომენტი ზუსტად რაღაცა როგორც თქვი, ეს არის აღორძინების ეტაპი, ეს არის ენერგიები. შესაძლებელია თქვენი ენერგიების დაბალანსება, ვიღაცასთან შესაძლებელია იყოს ზუსტად ენერგიის ნაკლებობა, ან ნახეთ, რაღაც სხვები რომ სარგებლობენ თქვენი ენერგიებით. აი ეს მომენტი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აქ არის დაბალანსება, თუ კი დავუშვათ აქამდე იყავით ძალიან ნაზი, ქალური, ან პირიქით ძალიან მამაკაცური ესეთი, არ აქვს მნიშვნელობა, ქალბატონი ისმენთ თუ მამაკაცი. აი ზუსტად ეს ფიქსირდება, რომ აი დაბალანსება ამ ენერგიების და ეს არის აღორძინების ეტაპი. უნარიანიც, კონკურენტო, ესა, უნარიანიც კი ხდებით თქვენი ინტერესების დაცვა და ძალიან დიდი სურვილის ასრულებაც, მიზნის მიღწევაც, ხო, წარმატება, ეს შესაძლებელია პირდაპირ მართლა სამსახურს, ნახეთ, კარიერას, ან რაღაც ესეც ეხებოდეს ბევრთან. მე ასე გეტყოდით აქ, რომ ზუსტად ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ თქვენ ცხოვრებაში ბევრთან უნდა დაიწყოს ახალი ეტაპი. თუ კი ეს გაშლა არ რეზონინდა, ესე იგი თქვენთვის არ არის, ხო? და ვისთვისაც რეზონინდა, ეს არის უკვე ზუსტად ნახეთ,
მოძრაობა, სიცოცხლის უნარიანობაც კი აქ ვიღაცას უბრუნდება, სიცოცხლის უნარიანობა. ეს ძალიან კარგი არის სხვათა შორის და დაუშვათ რაც მოითფინეთ, რაც თავშეკავებული იყავით, აი მაგ სურვილები რა საკითხებიც იყო, განხორციელება, მაგრამ თქვენი დაბალანსება მაგ კუთხითაც განისაზღვრება, აი მომწმენი მეტად დაუშვათ თავშეკავებული ხო, თუ კი ადამიანი მანამდე რაღაცა ერთ სიტყვაზე აფსიხდებოდა, ეხლა უფრო მეტი ეს იქნება ენერგიებში. რა თქმა უნდა, აქ ფინანსური წარმატებაც უკვე კონკურენტუნარიანი, შრომის უნარიანი, ეს ორი სიტყვა, აი ზუსტად ეს ორი სიტყვა ამბობს უკვე აქ ყველაფერს ჩემოკარგებო. არ არის გამორიცხული ვიღაცა, შეიძლება არ გსიამოვნებდეთ თავიდან დაიწყოთ რაღაცა, მანდამაინც ყველა დამწყები ხომ არ ხართ სტაჟიორი ან რაღაცა ესეთი პრაქტიკებს გადიოდეთ, თითქოს ტრენერებს თუ რაღაცებს აქ. შესაძლებელია ვიღაცა ეს ყველაფერი უკვე გავლილი გაქვთ, მაგრამ თითქოს მაინც რაღაცა ესე თავიდან იწყებთ და ნახეთ როგორ არის. შეიძლება ეს არ არის ძალიან სასიამოვნო, ხო, ესე კონდეთ მან კიდე თავიდან როგორ უნდა დავიწყო, მაგრამ სწორი მიმართულება არის, სწორი, უბრალოდ ენერგიები, აი გადაანაწილეთ, შეეცადეთ რომ არ გადაიღალოთ მასეთი ფიქრით და რაღაცები, თავი დანარჩენი უკვე აქ მოგვარდება. კი ბატონო. აი ესეთი ვარიანტი დაფიქსირდა დღევანდელ რჩევაში. მე გისურვებთ წარმატებებს ჩემო კარგებო რჩევა მაინც რა არის ეს უფრო და არის ის მომენტი რომ რჩევა არა აქ რჩევა ერთ-ერთი არის რომ არ გადაიღალოთ საკუთარ თავში და დაუშვოთ შეგიძლიათ ესეც მიიღოთ ეს გაშლა ხო თქვენ უკვე გადადიხართ ამ ენერგიებში შეგიძლიათ მეტი დაუშვათ დაუთმოთ დრო აი თუნდაც იმის თქვენ სამსახურს და ასე შემდეგ. რაღაცა არა უშავს ესეთი ისინი ხდება ჩემთან, მაგრამ თქვენ მაინც გაიგებთ. დაგემშვიდობებით დროებით.